სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ჩვენ გავაგრძელოთ ტრადიციულად ეპისტოლეების კითხვა. უпростоრად ყოველთვის არ გვიხერხდება ხანდახან ისევ სახარებისეულ საკითხავებს უბრუნდებით ხოლმე, მაგრამ ამჯერად გადავწყვიტე კვლავ ეპისტოლეზე მესაუბრად. გასულ კვირას დასრულდა, თუ გახსოვთ თქვენ, ვინც ესწრებოდით მსახურებას, დასრულდა გალატელთა მიმართ ეპისტოლე. და ვისაუბრეთ, ვინ იყვნენ ეს გალატელები და სად იყვნენ და დაიწყო იმის შემდგომ, როგორც კი დასრულდა, ორშაბათიდან დაიწყო ეფესელთა მიმართ ეპისტოლე. დღეს იქნა წაკითხული მეორე თავის მეოთხედან მეათე მუხლის ჩათვლით და მე ორიოდე სიტყვით მინდა გითხრათ ეფესელების შესახებ ვინ იყვნენ. და ამავდროულად გითხრათ რა სწავლება შემოგთავაზა დღევანდელ დღეს პავლე მოციქულმა. ეფესო იყო მცირე აზია, რომელიც არის დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. ეს იყო დიდი ქალაქი. ყავდათ კერპათ არტემიდა, აი არტემიდას უზარმაზარი ტაძარი ჰქონდათ. ეს რას ნიშნავდა, იცით რომ ამ ქალაქში ძალიან დიდი ცივილიზაცია იყო, მინდა გითხრათ. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, ეს რომ რაღაცა იქ დიდი არტემიდას ტაძარი აქვთ აშენებული, იქ რომ ბევრი ფილოსოფოსი ცხოვრობს, თავის აი ამ ფილოსოფიურ მოძღვრებას ავრცელებენ, ერთ-ერთ ცენტრად ითვლება, შეიძლება ითქვას, ცენტრად ითვლება, როგორც ვთქვათ, დიდი ქალაქი, ბევრი ხალხი მიედინება, გაედინება, შემოედინება და ამავდროულად ცხოვრობს უფრო მეტი მოსახლეობა, ვიდრე ჩვენ შეიძლება ეხლა დღევანდელ დღეს ვიღას გააკეთებ დიდი ქალაქით მეგაპოლისები ვიცით ისეთი რომ 20 მილიონი კაცი ცხოვრობს ერთ ქალაქში მაგალითად და შეგვიძლია ასეთები დავასახელოთ და უფრო მეტიც, მაგრამ მაშინ ასე ქალაქის მდგომარეობა რომ ახლა ასე მილიონობით ადამიანი შეიძლება ვერ ითვლიდა, იმიტომ რომ ესე ცათაბჯენებში არ ცხოვრობდნენ, მაგრამ შედარებით მეტი დასახლება სადაც იყო და ესეთი გზა სადაც ბევრი ხალხს უწევდა შესვლა, გამოსვლა, თუნდაც ვაჭრობის მიზნით, თუნდაც იმ მიზნით, რომ აქ რაღაც ამ არტემიდას დიდი კერპი ედგათ და მისი ტაძარი ჰქონდათ აშენებული და ეს საქმე მოციქულთაშია მოთხრობილი და მე აქედან გამომდინარე გიყვებით, რომ პავლე მოციქული იქ რომ ქადაგებს დიდარს, ესე იგი ჩვენი არტემიდაო და იმაზე მეტი ვინ უნდა იყოსო, პავლესთან დაპირისპირებაში შედიან ადგილობრივი მოსახლეობა, აქედან გამომდინარე გეტყვით. ამავდროულად გეტყვით, რომ ეფესო იყო ქალაქი, სადაც იოანე ღვთისმეტყველი ცხოვრობდა და ეფესოშივე გარდაიცვალა, ასეთივეა ცნობები, რომ იოანე ეფესოში იყო ბოლო წუთამდე თავისი სიცოცხლისა და იქვე გააპატიოსნეს მისმა მოწაფეებმა. მაგრამ მიუხედავად ამისა, პავლე მოციქული მაინც დაუღალავად შრომობს, დადის და ქადაგებს. და დაწერა მერე ეფესელთა მიმართ ეპისტოლე. ბევრი კი არ არის, სულ 5 თუ 6 თავია, მე შეიძლება მეშლებოდეს ეხა ციფრები, ან 5 ან 6 თავია, მაგრამ ეს ეპისტოლე მე ყველა ეპისტოლეზე გეუბნებოდით, რომ რაღაცა თავისი დაწერის მიზეზი აქვს მას და გალატელებზე გითხარით, რაც იყო, რომ გადაუხვიეს რაღაცა იმ სახარებისეულ სწავლებას, რომელიც პავლე მიქადაგა და ამიტომაც მისწერა. და ეს გახლავთ ეპისტოლე, რომელიც სავარაუდოდ, ასეთია ცნობები, პავლემ დაწერა, როდესაც ის იჯდა ციხეში, რომში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისწავლე, სადაც ჩანს, რომ ადამიანს არც დევნაში, არც რაღაცა გაქცეულს რო უწევს რაღაცის მოწერა ან შემოთვლა, ასე არ არის მდგომარეობა, აქვს დრო როგორც ჩანს, აქვს დრო ფიქრისა, აქვს დრო იმისა, რომ თავისივე დაწერილი წერილი შეასწოროს კიდეც და ამიტომაც ეს წერილი გახლავთ ძალიან მშვიდ და ესეთ სიტუაციაში შეიძლება ითქვას წყნარ გონებაზე დაწერილი და არის უფრო ამაღლებული შეიძლება ითქვას ფილოსოფიური თვალსაზრისითაც, სწავლებითი თვალსაზრისითაც, რომ ამ ადამიანებისთვის, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ, რომ იცოდნენ მაშინდელი ცივილიზაციის, ესე იგი თითქოს უმაღლეს საფეხურზე იდგნენ და ყველაფერი გაეგებოდათ, მათთვის რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი ხელმისაწვდო. ამიტომაც ეს გახლავთ ეპისტოლე პავლე მოციქულის, რომელიც წერს ეფესელებს
თუ რა მდგომარეობაში იყო კაცობრიობა, ეხლა მეორე თავს რაზეც ჩვენ ვკითხულობთ, კონკრეტულად ეს შინაარსია, რა მდგომარეობაში იყო კაცობრიობა და რა გააკეთა ჩვენთვის ქრისტემ. ამისი შეხსენება ყველა ეპისტოლეში გვაქვს, მაგრამ ეფესელებთან რაღაცნაირად შეიძლება ითქვას, რომ ფორმულირებულია და გაწერილია ყველაფერი ის. მეოთხედან მეათე თავის ჩათვლით კი იყო დღეს ლიტურგიკული საკითხავი, თქვენ ალბათ ისმენდით მალხაზი როცა კითხულობდა ამ ყველაფერს, მაგრამ ის მაინც ძველი ქართული ტექსტი როა და სადაც რაიმე გაუგებარი ადგილია, ეხლა მე შევეცდები ერთად განვმარტოთ ეს ყველაფერი. მაგრამ ფიქრობ, რომ თავიდანვე წავიკითხოთ. რას ბრძანებს პავლე მოციქული? აღადგინა თქვენ მკვდარნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით. ამას წერს ეფესელებს, არა მარტო ეფესელებს, ზოგადად კაცობრიობაზე წერს, რომ ჩვენი ბრალეულობით და ცოდვებით ვიყავით მკვდარნი, ადამმა შთამომავლობით შეიძლება ითქვას გადმოგცა ჩვენ ეს ბრალეულობა, იმიტომ რომ მან რომ შესწოდა, შევწოდეთ თითოეულმა ჩვენგანმა შეიძლება ითქვას მასში, არა იმიტომ რომ თანამონაწილე ვიყავით ამ ცოდვისა, არამედ მემკვიდრეობითად მივიღეთ ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნება, ადამიანური ბუნება ცოდვით დაცემულია და ადამიანის შემდგომ ასე მომდინარეობს მემკვიდრეობითად შეიძლება ითქვას. რომლებითაც იარებოდით, ანუ ამ ცოდვით დაცემული ბუნებით იარებოდით, ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ხელმწიფების თავრის ნებით, სულით, რომელიც აწმოქმედებს ურჩობის ძეთა მიერ. მე არ ვიცი, რამდენად ხსმენია თქვენ ეს ტერმინი, ჰაერის მცველნი, იცით თუ არა ვინ არის? ესენი არიან ეშმაკები. სხვათა შორის არ ეხება ეხლა ამ თემას, მაგრამ უნდა გადავუხვიო და გითხრათ. ჯვარცმა რატომ მოხდა, იცით? რატომ მაინც და მაინც ჯვარცმით მოხდა ჩვენი გამოხსნა? ხო შეიძლება დედამიწაზე მომხდარიყო ისე, რომ დასჯილიყო მაგალითად თავის მოკვეთით, ან რაღაცა სხვა სასჯელებიც ხო არსებობდა, კაცო, ჩამოხრჩობით მაგალითად. უშუალოდ ჯვარცმაზე რატო არის ლაპარაკი, რომ ღმერთმა ინება რომ ჯვარცმული ყოფილიყო, იმიტომ რომ ჰაერში უნდა ყოფილიყო გამოკიდებული. ჰაერის მცველთა დასამონებლად. ჰაერის მცველნი ეწოდებიან ეშმაკებს, როგორც უმდაბლეს ფენას ანგელოზთა დასში, რომლებიც დაეცნენ. ისინი იყვნენ ყველაზე ანგელოზებთა შორის ყველაზე უმდაბლესი ფენა იყო და როგორც ჩვენთვის ატმოსფერო, ანუ ჰაერი გახლავთ ყველაზე უფრო ახლო ადამიანებთან, ასეთივე მდგომ ანგელოზებიც სწორედ ამ ახლობლობაში იყვნენ, შეიძლება ითქვას დედამიწასთან და დედამიწის მცველობა ჰქონდათ ჩაბარებული და ამიტომაც ჰაერის მცველნი ეწოდებიან მათ, მიუხედავად იმისა, რომ ბუნება კი არ შეიცვალა მათი, ანგელოზებრივი. ბუნებით ისინი დარჩნენ, ვინც იყვნენ, უბრალოდ შეიცვალა მათი ნება და გახდნენ ბოროტნი. აქედან გამომდინარე, ჰაერის მცველნი არიან ეშმაკები და ჰაერის მცველთა დამარცხება სწორედ ჰაერში მოახერხა, შეიძლება ითქვას ქრისტემ თავისი ჯვარცმით, იმიტომ რომ ჰაერში იყო ის აღმართული, როდესაც ჯვარს აცვეს. სულით, რომელიც მოქმედებს ურჩობის ძეთა მიერ, ურჩობის ძენი იყვნენ ბუნებრივია, იმიტომ რომ ღმერთს ეურჩნენ და მათი ნება ამიტომაც გახდა სიკეთის ნაცვლად ბოროტება. რომელთა შორისაც ჩვენ ყველანი ვცხოვრობდით ოდესღაც, ანუ მთელი კაცობრიობა ამაში ცხოვრობდა, ჩვენი ხორციელი ნებებისამებრ, ვასრულებდით ხორცისა და ზრახვათა ნებას და ვიყავით ბუნებით რისხვის შვილნი დანარჩენთა მსგავსად. აბსოლუტურად ყველა ადამიანი, მათ შორის კეთილმორწმუნე იყო, წარმართი იყო თუ ვინც არ უნდა ყოფილიყო, ამ ჰაერის მცველთა, ესე იგი ურჩობის ნების აღმასრულებელი ვიყავით და ჩვენი ხორციელი ზრახვების აღმასრულებელი ვიყავით თუ ამას წერს. ამის შემდგომ იწყება ის წაკითხული სახარება, რომ რა გააკეთა ამის შემდგომ ქრისტემ. მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, მისი ულევის სიყვარულისამებრ, რომლითაც შეგვიყვარა ჩვენ, შეცოდებით მკვდარნი, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად და ამის შემდგომ წერია, მადლით ხართ გამოხსნილნი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. წყალობით მდიდარმა ღმერთმა, ულევის სიყვარულისამებრ, რომლითაც შეგვიყვარა ჩვენ, შეცოდებით მკვდარნი, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად, მადლით ხართ გამოხსნილნი.
რატომ გაგიმეორეთ ეს იცით რომ მადლით ვართ გამოხსნილნი. გაგვაცოცხლა რას ნიშნავს? გინახავთ თუ არა, ალბათ ყველას გინახავთ პროცესი მაგნიტი, როდესაც უჭირავს ადამიანს და რკინის ნაბშვენებს გადაატარებს, აბსოლუტურად ყველა ეს რკინის ნაბშვენი მიეკრობა აი ამ მაგნიტს. აი ესევე ქრისტეს ამღიარებელნი, ქრისტეს სარწმუნოების მცნობელნი ასევე არიან მიკრულნი ქრისტეზე. ამიტომაც ქრისტეს აღდგომით თითოეული ჩვენგანიც აღვდეგით. აი ეს ტექსტი უფრო ნათლად გამოხატავს ამას, რომელიც გრძელდება და აღგვადგინა მასთან ერთად. ანუ როგორც ქრისტე აღადგინა ღმერთმა და ქრისტე ამ თვითონვე ღმერთია და თავის-თავიც აღადგინა ბუნებრივია, აღგვადგინა მასთან ერთად, ისევე როგორც ამ მაგნიტს მიკრობილი აი ეს რკინის რაღაცა ნაწილაკები, სწორედ ესე მასთან ერთად თითოეული ჩვენგანი ვართ აღდგომილნი. და აღდგომილნი ვართ საიდან ვიცით, რომ აღდგა ქრისტე თავისი ხორცით და სხეულით და ქრისტეს სხეული ვინ არის? მისტიური სხეული მისი არის ეკლესია. ამაღლდა ქრისტე თავისი სხეულით, კაცობრივი სხეულით. ვინ არის ეს მისტიური სხეული? ვართ ეკლესია, თითოეული ჩვენგანი. ამიტომაც აღდგომაშიც და ამაღლებაშიც ბუნებრივია თითოეული ჩვენგანი ვართ მონაწილენი, აღდგენილნიც ვართ და ამაღლებულნიც ვართ. მარჯვენით ღვთისა, ის ვინც მიეკრო ესე ქრისტეს როგორც რკინა მაგნიტს. და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში, ამაღლების შესახებ არის ლაპარაკი. რათა ეჩვენებინა მომავალ საუკუნეთათვის უზღვავის სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენ და მის სიტკბოებით ქრისტე იესოში. რადგანაც მადლით ახართ გამოხსნილნი, კიდევ ერთხელ იმეორებს, მადლით ახართ გამოხსნილნი რწმენის წყალობით. ეს რწმენა არის სწორედ მაგნიტისა და ამ რკინის ურთიერთობა. ნახეთ, ამ მაგნიტს აქვს მიზიდულობის ზალა და ამით იზიდავს, რომ მიიკრას ეს რკინის ნაწილაკები. სწორედ ესეთი რამ გახლავთ რწმენა. თუ გაქვს რწმენა, ასე ხარ მიკრობილი ქრისტეზე და ასე შეგიძლია მასთან ერთად აღდგე და ამაღლდე კიდეც. და ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭი აღმრთისა. ნიჭი, რომელიც მოგეცა, რომ ეს რწმენა გქონდეს ადამიანმა და ისულდგმულო ამით. არა საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს. ამას ხაზგასმით ამბობს, როგორც გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ჩვენ არაერთგზის წავიკითხეთ, რომ არა საქმეთაგან, რომ არავინ იქადოდეს, იმიტომ რომ ვინმე შეიძლება მართლაც მოინდომოს, დაიდოს სჯულის აბსოლუტურად ყველა კანონი წინ და ყოველდღე ცხოვრობდეს ამ სჯულის კანონის აღსრულებით, ცდილობდეს ყოველ შემთხვევაში. შეძლებს თუ არა ეს კიდე სხვა საკითხია და მე ეჭვება რომ შეძლოს, იმიტომ რომ ასე წერია. არა არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. ცხონდეს ნიშნავს, რომ ანუ იცხოვროს ადამიანმა და არ შესცოდოს, ასეთი კაცი არ არსებობს. ამას წერს წინასწარმეტყველი და ნამდვილად და ჭეშმარიტად ადასტურებს ამას. თითოეული ჩვენგანი ჩვენი ცხოვრებითაც ვადასტურებთ და ასე ისტორიულადაც ასე ცხადდება. რომ საქმეთა მისთაგან კი არ ჩათვალოს, რომ მე საქმით დავიმსახურე ეს. მე მცნებების შესრულებით დავიმსახურე ეს. ან იმიტომ რომ ძალიან კარგი ვარ, ან იმიტომ რომ ეს შეიძლება ძალიან დიდი საცთური იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის. შეიძლება ამ საცთურის გამო გამოუსწორებელ რაღაცა აი ისეთ შეცდომაში ჩავარდეს, ეგონოს რომ მე ისეთი კარგი ვარ, ეხლა რომ აი მეკუთვნის ცხონება, იმიტომ რომ ცნებებს ვასრულებ, აღსარებებს რომ ამბობთ ხოლმე, ხო იცი, მამაო, კაცს არ ვკლავ, არ მრუშევ, რა კარგია ესეთი აღსარებას რო ისმენ, იცით, აი საოცარია. კაცს არ ვკლავ, არ მრუშობ, არაფერს არ ვაშავებ, აბა აქ რა გინდა? აქ ისეთი ხალხის ადგილია, ვინც ამას შვება ყველაფერს. და შენი ადგილი აქ არ ყოფილა მაშინ. ამიტომ არა საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს, რომ მე შევძელი ეს და მე გავაკეთე ეს. ამბროსი მედიოლანელი წერს, კვლავ უნდა გადავუხვიო. დავიქადი იმით, კი არა რომ ცოდვები არ მაქვსო. დავიქადი იმით, რომ ცოდვებისგან გამათავისუფლა ღმერთმა. დავიქადი იმით, კი არა რომ სამოთხეში შესვლა შემიძლია. დავიქადი იმით, რომ სამოთხის კარი გამიღო ღმერთმა. დავიქადი იმით, კი არა რომ ვთქვათ, მე აი ესე ჩემით შევძელი ეს ყველაფერი. დავიქადი იმით, რომ ქრისტემ აღასრულა ეს ყველაფერი ჩემთვის და მე ვარ გამოხსნილი მის მიერ და მან გამიღო ცათა სასუფეველის კარი.
ამიტომაც ჩვენი სიქადული ერთადერთი ვინც უნდა იყოს, ეს არის ქრისტე და მის მიერ აღსრულებული აი ეს უდიდესი მისტიური საიდუმლოება, ჯვარცმა, რომლითაც ვართ თითოეული ჩვენგანი გამოხსნილი და მისი სისხლით ვართ გამართლებულნი. მისი სისხლით გვაქვს მოტევება თითოეულ ჩვენგანს და არა ჩვენი საქმეთაები. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, კეთილ საქმეთათვის შექმნილნი ქრისტე იესოში, საქმისთვის, რომელნიც წინაწარ დაგვიწესა ღმერთმა, რათა მათში ვიარებოდეთ. ეს გახლავთ მეათე თავი, ამით დავასრულებთ, თუმცა კი უნდა გითხრათ, რომელ საქმეებზეა ლაპარაკი. რა საქმე უნდა აღასრულოს ადამიანმა, რომელიც საღვთო საქმედ ითვლება. აი ამ კითხვებს რომ ვსვავთ, ამ კითხვებზე პასუხები თითოეულ ჩვენგანს გვაქვს, რომელიც თვალწინ გვიდევს, მაგრამ შეიძლება ვკითხულობთ და არ გვესმის, ან არ ვკითხულობთ საერთოდ და ეს მეორე უბედურებაა. რა არის საღვთო საქმე, იცით? გადაშალეთ, დავალებას გაძლევთ ახლა. გადაშალეთ იოანეს სახარების მე-6 თავი. სადაც მაცხოვარს ეკითხებიან, 29 მუხლი არის ეს. ეკითხებიან, რა არის ღმრთის საქმე, რომელიც ჩვენ უნდა აღვასრულოთ? ეკითხებიან იესო ქრისტეს და ის პასუხობს. რას პასუხობს თქვენ წაიკითხეთ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა.